სიცოცხლე, პატივი და მოწყვეტება ქართული კრივის ნამდვილ ხომაგებს. მე ლევან ხერდიყოშვილი ვარ, ეს კი კრივის სამყაროს მორიგი ეპიზოდია. ჩვენ ვიწყებთ, გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხის სახელად Boxing George, ასევე Facebook-ის გვერდი კრივის სამყარო. წინ გველის ძალიან საინტერესო ვიდეო ბლოგი ჩვენი მორიგი მოგზაურობის შესახებ. ჩვენი მხარდამჭერები არიან საქართველოს პროფესიონალური კრივის კავშირი და Boxing Group Promotion. რაც შეეხება ჩვენი დღევანდელი ვიდეო ბლოგის თემას, ჩვენ მივიმართებით უცხოეთში ტრადიციულად ისევ და ისევ თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან და მე ვიქნები ქართველი მოკრივის სანდრო ფაურის სეკუნდანტი საფრანგეთში გასამართ ბრძოლაში. სანდრო ფაური საკმაოდ გამოცდილი მებრძოლია, გამოცდილება მიღებული აქვს როგორც კიკბოქსინგში, ასევე პროფესიონალურ კრივში, გამართულებს არაერთი ბრძოლა, ძალიან მონდომებული, საკმაოდ წარმატებული სპორტსმენია, თუმცა პროფესიონალურ კრივში სანდროს ჰქონდა საკმაოდ ხანგრძლივი წყვეტა კარიერაში, თითქმის 2 წელზე მეტია ის რინგზე არ გასულა და აიახლა სანდრო ფაური უბრუნდება რინგს პირდაპირ საფრანგეთში. ჩვენ მივემართებით თბილისიდან სტამბულიდან უკვე ბაზელში ჩავფრინდებით, ხოლო ბაზელიდან წავალთ არტისე შორს მდებარე პატარა, მაგრამ ძალზე საინტერესო ქალაქში, სადაც შედგება კიდეც ჩვენი დაპირისპირება ადგილობრივ მეტოქესთან. სანდროს შესახებ ჩვენ დაწვრილებით ვისაუბრებთ, მე მოგიყვებით ამ ვიდეო ბლოგში ყველა დეტალის შესახებ, ისე სწორედ როგორც ხდება ყოველგვარი შელამაზების გარეშე. ასე რომ ახლა ღამის 4 საათია და ჩვენ ვიწყებთ. თუ ძალიან აუცილებელი საქმე არა გაქვთ, ეცადეთ რომ საბიჰა გოგჩენის აეროპორტში არ მოხვდეთ. იმიტომ რომ საშინელება ხდება, იმდენი ხალხია ეხლა. ეხით სად დავდგეთ, ეგ არ ვიცით. აი, და სანდრო დაღლილები მივემართებით ბაზელისკენ. ჩამოვედით ბაზელში. ზუსტად 1 კვირის წინ ვიყავი ამ აეროპორტში და აქაც შეგახსენებთ, რომ უნიკალური აეროპორტი არის იმით, რომ აი აქ არის საფრანგეთი, აქ რო გახვალ ამ გასასვლელში. და აი აქეთ რო გახვალ შვეიცარია არის. და ზოგადად ბაზელის ერთ ადგილას მდებარეობს, რომ აქედან აქვე არის გერმანიაც და მოკლედ ერთგვარი გადაკვეთის წერტილია. ჩვენ ახლა მივდივართ საფრანგეთში, იმედია ჩვენი მასპინძლები დაგვხვდებიან, დროულად წაგვიყვანენ. რო გითხრათ, რომ დაღლილები არა ვართ, მოგატყუებთ სანდრო განსაკუთრებით, მაგრამ ვცდილობთ შევინარჩუნოთ განწყობა. სხვა რა გზა გვაქვს. მიყვარს პუნქტუალურობა, დაგვხვდა ჩვენი მასპინძელი ძალიან პუნქტუალურად, კარგად და მივემართებით ახლა უკვე ჩვენი საბოლოო დანიშნულების ადგილისკენ. როგორც გითხარით, საკმაოდ დაღლილები ვართ, არ იყო მარტივი, საკმაოდ ხანგრძლივი ფრენა იყო. მით უმეტეს საბიჰა გოგჩენის აეროპორტი, რომელიც არის, არ ვიცი, ძალიან ხალხმრავალი, გადაჭედილი და ძალიან არაკომფორტული. გატარებული საათები ძალიან ცუდად აისახება ხოლმე ჩვენს განწყობას და ზოგადად დაღლილობას და ამ შემდეგ. თუმცა ყველაფერი გადალახულია, ჩამოვედით ბაზელში და მივდივართ პატარა დასახლებისკენ, სახელად რუფა, უსწორად გამოვთვალ და ახლა ესე კიდე დავაზუსტებ ვივარდში ფრანგულად როგორ გამოიწმის. ყოველ შემთხვევაში ვიცი რომ ძალიან საინტერესო, ლამაზი, ისტორიული ადგილია და ვეცდები რომ ყველაფერი გადავიღო და თქვენს გაჩვენებთ. ასე რომ გამოვყევით. მეგობრებო, ჩამოვედით
რუფასთან ახლოს მდებარე პატარა ქალაქში სოლც დაახლოებით ისე გამოითქმის ისანდრო მოკლედ არის როგორც ხედავთ ერთ შეხედვით პატარა ძველი ქალაქი აი ესეთი ქუჩებით და ერთ-ერთ აი ესეთ სახლში ვართ ჩვენც დაბინავებულები საკმაოდ ნორმალური კარგი პირობები დაგვახვდრეს ჩვენმა მასპინძლებმა დავისვენეთ მოკლედ საკმაოდ ქონდა დრო იმისთვის რომ დაგვეშენა და ეხლა არის უკვე აწონვების დრო ველოდებით ჩვენს მასპინძლელს მე და სანდრო დაგვიყვანენ აკტონიან და რა თქმა უნდა მე უკვე სანდროსთვის პირველ რიგში რომელიც წონას იკლებს და არ არის მარტივი ეს პროცესი დიდი მოლოდინით ველოდებით საღამოს რომ რამე შეჭამოს და უკვე სრულად აღვიდგინოთ ძალები სხვა დანარჩენი ვნახოთ გრძელდება ჩვენი მოგზაურობა რა თქმა უნდა ვაპირებთ რომ გავიაროთ საღამოსაც თუ დაგვრჩა დრო თუ არა ხვალ აუცილებლად გაჩვენოთ აი ესეთი ქალაქია ერთი შეხედვით რაც შეიძლება შევხედოთ საინტერესოა რა თქმა უნდა და მოკლედ ველოდებით რომ საინტერესო მოგზაურობა გვექნება გამოვყევით ეხლა წავედით აწონვებზე მოგვიყვანეს დარბაზში და აი ესეთი გაცხარებული მუშაობა მიდის სულ რაღაც ცოტა ხნის წინ აქ არაფერი არ იყო უკვე სკამების თითქმის დაალაგეს რინგიც იწყობა ძალიან სწრაფად ძალიან ბევრი მუშაობენ ერთად მუშაობენ ტემპში რიტმში ოჩახ მომეწონა საქართველოს შეგვიძლია გავითვალისწინოთ აი ესე ერთად მუშაობა ველოდებით ჩვენ კიდე აწონებს რომელიც ალბათ ააწყობენ და დაიწყება ბლოკი ანამდე უბრალოდ თვალს ვადიები On remercie Monsieur le maire qui tiendrait un repas pour donner une mention à l'avant. Retour de Loris Barberio qu'on a voté encore. Donc de bonsoir, ouverture de la soirée, donc voilà les deux Sandro Pourri. Ona ჩაბარებულია, სურათები გადაღებულია და ქალაქის მერი მობრძანდა სპეციალურად რომ სანდროსთან გადაეღო ფოტო. ეხლა კი წავიდეთ, ძალიან გვეჩქარება, ძალიან გვშიამგლები ვითვართ. და რამეს თუ არ შევჭამთ, ვინმეს შევჭამთ მაინც. წავიდეთ. როგორც გითხარით, მეგობრებო, დაბინავებულები ვართ ქალაქ რუფასთან ახლოს, მეორე პატარა ქალაქ სულცო რინში და დღეს უკვე ბრძოლის დღე გვაქვს, გუშინ საკმაოდ კარგად დასრულდა ყველაფერი, აწონვების ცერემონიალი. შემდეგ ვივახშმეთ გემრიელად კარგად და დავშვენებითაც კარგად დავისვენეთ და დღეს ახლა ცოტა წვიმიანი ამინდია, თუმცა ამის მიუხედავად გამოვედით, რომ დავათვალიეროთ, ვნახოთ ერთი რა ქალაქია, დრო ბევრი გვაქვს, საქმე ცოტა გვაქვს, საღამომდე თავისუფლები ვართ. ვნახოთ, ვეცდები გაჩვენოთ, პატარა ქალაქია და რაც შეგვხდება აუცილებლად თქვენც ნახავთ ჩვენთან ერთად. წავედით. Quand le flacon s'agite, on oublie ses soucis. Le bonheur arrive vite pour les grands et les petits. Qu'importe la tempête, si le vin est au rendez-vous. C'est un jour de fête qui s'annonce parmi nous. Le verre de vin à la main, nous
cœur joyeux, il nous fait oublier demain et nous rend tous heureux. Regarde cette robe d'un rouge si éclatant, le chagrin se dérobe devant ce nectar enivrant. Levons tous notre verre à l'amitié, à l'amour, oublions les misères jusqu'au lever du jour. Le verre de vin à la main nous rend le cœur joyeux, il nous fait oublier demain et nous rend tous heureux. Que l'on soit à la table ou au coin du foyer, c'est un moment aimable qu'on aime partager. Chantons à perdre haleine ce refrain souverain qui efface toute peine grâce au bon verre de vin. მოკლედ მეგობრებო, ვიმყოფებით აი ამ პატარა ქალაქში, რომლის ღირსშესანიშნაობები მე თქვენ გაჩვენეთ. ეს არის ქალაქი სოლც-ო-რენი, დაახლოებით ესე სოლც-ო-რენი, დაახლოებით აი ესე ჟღერს ამ ქალაქის დასახელება ქართულად. როგორც გავარკვიე, ამ ქალაქის სახელწოდება წარმოიქმნება მარილიანი წყაროებისგან და სოლც სწორედ აი ამაზე მიანიშნებს, რომელიც უხვად ყოფილა აი ამ მხარეში. ეს არის ელზასის ტიპიური ქალაქი, ძალიან პატარა ქალაქი, მთებია გარშემო შემორტყმული და არის ძალიან სოფლის მეურნეობა და ვენახები განთქმული, ერთგვარი ღვინის გზაზე მდებარეობს, როგორც ცნობილია აი ეს პატარა ქალაქი. ჩვენ ამ ქალაქში ნახეთ, როგორც გითხარით უკვე მუზეუმი, რომელიც ადრე იყო ციხესიმაგრე ამ ქალაქის, ვისაუბრეთ ამ ქალაქის ქუჩებშიც. საკმაოდ საინტერესო ძველი შენობებია, პატარა შენობებია, ლამაზი, მართლაც საინტერესო და გამორჩეული ქალაქია ამ კუთხითაც. რაც შეეხება სხვა ღირსშესანიშნაობებს ამ ქალაქის და რაც არის ცნობილი, ერთი რაც მოვიძიე ინფორმაცია, ალბათ ყველას გსმენიათ, ცნობილი დანტესის შესახებ, რომელმაც დუელში გამოიწვია ცნობილი რუსი პოეტი პუშკინი და ამ დუელში მოკლა კიდეც. როგორც აღმოჩნდა, სწორედ მას შემდეგ საფრანგეთში დაბრუნებულა დანტესი და სწორედ აი ამ ქალაქში ცხოვრობდა და წლების განმავლობაში ამ ქალაქის მერი კი ყოფილა აი ეს კაცი. მოკლედ აი ამითაც საინტერესო ეს ქალაქი. რაც შეეხება ჩვენს სხვა დანარჩენ მოგზაურობის დეტალებს, ეხლა დავავსრულეთ მოგზაურობა მე და სანდრომ აი ამ ქალაქში ვისეირნეთ. საინტერესო იყო, მე ვფიქრობ, ეხლა დავბრუნდებით სასტუმროში, დავისვენებთ და მომემზადებით საღამოს ბრძოლისთვის. წავედით. მოკლედ მეგობრებო, დღეს კიდეც ვისეირნეთ, კიდეც დავისვენეთ, ძალებით აღვიდგინეთ და აი ახლა მოახლოებულია ჩვენი ბრძოლების დაწყების დრო და სანამ ბრძოლებამდე წავალთ, მინდა რომ ცოტა გავისაუბროთ სანდროსთან. სანდრო თვაური, როგორც გითხარით, საკმაოდ გამოცდილი მებრძოლია, გამოცდილება აქვს მიღებული ძალიან დიდი, როგორც კიკბოქსინგში, ასევე კრივში, უკვე პროფესიონალურ კრივში. სანდროს ჰქონდა საკმაოდ ხანგრძლივი პაუზა სპორტული, ასე ვთქვათ და ერთგვარი დასაბრუნებელი ბრძოლაა სპორტში, დასაბრუნებელი ბრძოლა, ეს ბრძოლა სანდროსთვის. მოდი გითხარი სანდრო, შენ თვითონ თავს როგორ გრძნობ, რას ფიქრობ მომავალ ბრძოლაზე პირველ რიგში და რამდენად მნიშვნელოვანი იყო შენთვის, რომ დაბრუნებულიყავი სპორტში და როგორ მიიღე გადაწყვეტილება, რომ დათანხმებულიყავი აი ამ ბრძოლას? მივესალმები პირველ რიგში სრულიად ქართული კრივის კომაგებს. დიდი პაუზა მქონდა, საკმაოდ 2 წლიანი პაუზა მქონდა, რაღაც გარკვეული მიზეზების გამო ვეღარ ვახერხებდი. ვეღარც ისე სრულყოფილ მომზადებას, რომ შეჯიბრებებზე მიიღო მონაწილეობა და ამიტომ რაღაც 2 წელიწადზე ცოტა მეტი ხნის მომიწია პაუზის აღება. ნუ ახლა დავალაგე ჩემი თემები ესე რომ ვთქვათ და დაბრუნებას გადავწყვიტე და დღეს საქვარ დამირეკეს შემომთავაზეს ბრძოლა და ნუ რა თქმა უნდა
დაბრუნების სურვილი დიდი იყო და ეს მომისად ბრძოლაც ავიღე აუცილებლად და რავი აქ ვარ დღეს და შევხედავთ დღევანდელ ბრძოლას რავი მედები გვაქვს საკმაოდ კარგი რა ხო, ანუ თემა ის არის, რომ როდესაც ხარ აი სულით მებრძოლი, სულით მოკრივე, სულ ყველას მაინც ცალი თვალი და ცალი ყური, მაინც რინგისკენ, მაინც ბრძოლისკენ აქვთ ხოლმე და შენ შემთხვევაში მე მიხარია, რომ მიიღე ეს გადაწყვეტილება, დანარჩენი ვნახოთ. ჩვენთვის ეს არის ესე ვთქვათ, დასაბრუნებელი ბრძოლა, მოთელვითი ბრძოლა, ასე ვთქვათ, შეიძლება ითქვას და გამოსაცოცხლებელი და გამოსაფხიზლებელი და დანარჩენი უკვე ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები რინგზე, რინგს გარეთ, ნუ ყველა მიცის რომ შენ მებრძოლი ბიჭი ხარ და დანარჩენი უნდა რინგზე გადაწყვეტს ასე ვთქვათ. მოდი, სანდრო, უფრო უკეთ რო გავაცნოთ, კიდევ უფრო უკეთ მაყურებელს შენი თავი, მოგვიყევი შენ შესახებ, სად დაიწყე ვარჯიში, როგორ დაიწყე, რამდენი ხანია სპორტში ხარ, ვისთან ემზადებოდი, როგორ ემზადებოდი და საერთოდ დღემდე როგორ მოხვედი, მაგის შესახებაც რო უთხრათ ჩვენს კომენტარში. 9 წლის ასაკში დავიწყე, კიკბოქსინგზე დავიწყე ვარჯიში, ქვემო ფონჭალაში დავით დათვისანთან და დღემდე მოყოლებული მისი შეგირდი ვარ ესე ვთქვათ, მისი მოსწავლე ვარ, მასთან ვარჯიშობ და 18 წლამდე ვიყავი დაკავებული კიკბოქსინგით, ხოლო 18 წლის ასაკში უკვე გადავწყვიტე დავინტერესდი პროფესიონალური კრივითაც და ვიღებ მონაწილეობას პროფესიონალურ კრივშიც. და ესე მოვედი დღესაც აქამდე. ბრძოლებით და ჩეხაობით. დღევანდელ შეჯიბრამდე ესე მოვედი, რა. სანდრო, აი შენ გაქვს კიკბოქსინგის ძალიან დიდარი გამოცდილება, უკვე გაქვს პროფესიონალური კრივის კარგი გამოცდილებაც, ბრძოლები გაქვს ჩატარებული საქართველოში, საზღვარგარეთაც უკვე დაგემოვნებული გაქვს. რამდენად რთულია ხოლმე მე აი ეს მაინტერესებს, ძალიან ბევრი მოკრივე მოდის პროფესიონალურ კრივში კიკბოქსინგიდან, იმიტომ რომ რაღაც გარკვეულ ეტაპზე უკვე თითქოს აი ხელი ვისაც უფრო კარგად აქვს ეს ხელით მუშაობა და ამ შემდეგ ცდიან ხოლმე ბედს და საკმაოდ წარმატებულებიც არიან როგორც საქართველოში, ისე მთელ მსოფლიოში და მსოფლიო კრივის ვარსკვლავებიც არიან კიკბოქსინგიდან წამოსული იგივე ძმები კლიჩკოები რო ავიღო და ამ შემდეგ. შენთვის როდესაც აი 18 წლამდე კიკბოქსინგით იყავით დაკავებული, როდესაც გადმოხვედი კრივში, რაიმე სირთულეები ხო არ იყო? არა სირთულეები იყო, ან ადაპტაცია ხო არ გაგირთულდა, არა რა გაგიორდა? არ გამჭირვებია დიდად ადაპტაცია, იმიტომ რომ სპარინგებზეც ხშირად მქონდა ხოლმე კრივის სპარინგები. ვატარებთ ხოლმე კრივის სპარინგებს საკმაოდ ხშირად დარბაზში და ასე თუ ისე პროფესიონალურ დონეზე არ მქონდა მართალია კრივის გამოცდილება, მაგრამ კიკბოქსინგის გით როდესაც ვიყავი დაკავებული, მაშინაც უფრო კრივი დომინირებდა ჩემ შემთხვევაში, უფრო ხელებით უკეთესი მებრძოლი ვიყავი, ვიდრე ფეხებით ესე რომ ვთქვათ და დიდად არ გამიჭირდა შეგუება კრივთან. სანდრო, მე მაინტერესებს ახლა ჩვენ გასაგებია რომ საბრძოლველად ვართ აქ, თუმცა ამის მიუხედავად ყოველთვის მნიშვნელოვანია ხოლმე თვითონ აი ეს მოგზაურობაც, არა მხოლოდ ასპარეზობა რინგზე, რომელიც რა თქმა უნდა ყოველთვის მე მებრძოლს მთელი ცხოვრება რჩება, ასე ვთქვათ. ჩვენ ახლა ვიმყოფებით პატარა, მაგრამ ჩემი აზრით ძალიან საინტერესო ქალაქში. შენ როგორ შეაფასებ, რამდენად მაყოფილი ხარ აქაურობით, გავისეირნეთ დღეს, გქონდა რაღაცები ვნახეთ, რაღაცები გავიგეთ, სიახლეები და ამ შემდეგ. შენი აზრით როგორი ქალაქია, როგორ მოგწონს, სიტუაცია როგორ მოგწონს და რამდენად მნიშვნელოვანია ის, რომ დამატებით, აი ბრძოლისგან დამატებით, აი ბონუსად კიდე რაღაცა მიიღოს მებრძოლმა თითოეული ესეთი გასვლითი ბრძოლიდან. კი, რავი, საკმაოდ ლამაზი ქალაქია, ძველი ქალაქია, ლამაზი შენობებია. მასპინძლებით ძალიან კარგად დაგვხვდნენ აქაური ქალაქელები. კარგად გვიმასპინძლეს, მეგობრული გარემოა საკმაოდ. და რავი, შესანიშნავი ქალაქია ჩემი აზრით. დასასვენებლადაც სიამოვნებით ჩამოვიდოდი. და ნუ რა თქმა უნდა მოქმედებს ხოლმე განწყობაზეც ეს ყველაფერი, შესაბამისად მეგობრებო, მინდა გითხრათ რომ განწყობას არ უჩივით, მე და სანდრო საკმაოდ კმაყოფილები ვართ, მოკლედ აქაურობით დღევანდელი დღის ერთმანეთსაც კარგად შევეწყეთ, ასე ვთქვათ და მოკლედ ველოდებით, ეხლა საღამოს უკვე სულ წუთი-წუთზე მოვლენ წაგვიყვანეთ ბრძოლებზე. დანარჩენი ერთად ვნახოთ, როგორ იქნება ფრანგული საკრებო შოუ, ერთი უნდა ვთქვა, რომ გუშინ
აწონები მეცაც გაიმართა, თვითონ მოვიდა ამ ქალაქის მერი, უშუალოდ სანდროსთან სპეციალურად სურათები გადაიღო, ასე შემდეგ, ანუ ამ ქალაქში, უბრალოდ ეს არის გვერდითა ქალაქი, რუფა, სადაც ტარდება ორთაბრძოლები, ეს ასეთივე პატარა და ისტორიული ქალაქია. ჩვენ სოლცში ვიმყოფებით, ესეც პატარა მნიშვნელოვანი და ძალიან ლამაზი ქალაქია და მოკლედ ამ რეგიონში, ასე ვთქვათ, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენაა. დარწმუნებული ვარ, ბევრი ხალხი იქნება. დანარჩენი ნახოთ, როგორ საღამოს მთავარი ორთაბრძოლა გვაქვს თან. თავარი ორთაბრძოლა იქნება სანდროსი, რა თქმა უნდა და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ სათქმელს ვიტყვით, დანარჩენი ფრანგული საკითხი შოუები ყოველთვის საინტერესოა იმით, რომ ხალხი ბევრი ესწრება, ბევრი ემოციებია ხოლმე, ბევრი გართობაც არის გულშემატკივრების მხრიდან. ერთი კიდე უნდა ვთქვა, რომ ჩვენ შოუებს მაგალითად თბილისში სტარტება ვერ შეედრება, ვერც სპორტული დონით, ვერც შოუს ეფექტებით და ელემენტებით, თუმცა ამის მიუხედავად ხალხი აქ მოდის, საკმაოდ ძვირადღირებულ თანხებს იხდის და ბილეთებში ფულს იხდიან და ყველაფერში და თავად ფავორიტ გულშემატკივრები ფავორიტებს ძალიან აქტიურად კომაგობენ, ასე რომ აი ამაში თუ მიბაძავთ, დარწმუნებული ვარ, რომ ქართული შოუები ამათ აი 10 თავით აღემატება და ძალიან ბევრი და დიდი პოტენციალი გვაქვს. კი, ნამდვილად, იმიტომ რომ თან სპორტსმენისთვისაც, როდესაც საკუთარ ქალაქში ჩხუბობს, საკუთარ ქვეყანაში ჩხუბობს, კომაგები ძალიან ბევრს ნიშნავს რა და ძალიან დიდ мотивაციას აძლევს კომაგები და მისული მხარდამჭერი ხალხი თვითონ სპორტსმენს და მებრძოლს რა. კი, ნამდვილად უმნიშვნელოვანესია მოკრებისთვის, რომ ეხლა იქ მხარდაჭერა რო გაქვს, უკვე ჩათვალე რომ ერთ მესამე ხელი გემატება კიდე რინგზე. ნამდვილად ეგრეა. ასე რომ მეგობრებო, მოკლედ წავედით და დანარჩენი ვნახოთ ერთად. ჩვენ უკვე აქ ვართ მეგობრებო, საკრებო შოუ დაწყებულია. მოვედით და ნელ-ნელა ჩვენ ბრძოლამდე ძალიან დიდი დროა, ნელ-ნელა გაემზადება სანდრო. დავიხორთ ხელზე და გავხურდებით და დაახლოებით 1-2 საათი კიდე წინ გვაქვს. მანამდე მიდის სამოყვარულო კრივის ორთაბრძოლები და ხალხი ნახეთ როგორ გულშემატკივრობს, რამდენი ხალხი აი ღია რინგები როა ხოლმე, აი იმ დონის ჭუბებია ძალიან ბევრი და ბავშვები გამოდიან და ასე და ამის მიუხედავად ხალხით არის გატენილი, ფული აქვს გადახდილი. აი ეს არის კრივის სიყვარული. ასე რომ ქართველებო, მეტი ვიაქტიუროთ, მეტად დაუჭიროთ საქართველოშიც ხარი ჩვენ სპორტსმენებს, ბევრად მაგრები ვართ, ბევრად მეტი შეგვიძლია. აი უსმინეთ დარბაზ უბრალოდ როგორი გულშემატკივრობაა. Rising up back on the street, did my time, took my chances, went the distance, now I'm back on my feet. Just a man and his will to survive. So many times it happens too fast. You trade your თორე ძალიან შემოგაჩდება, აი ეგრე კაი ბიჭი. წუთნახევარი გავიდა სანდრო. ერთი წუთი დარჩა.
თხილად The thrill of the fight, rising up to the challenge of our rival. And the last known survivor stalks his prey in the night. And he's haunting us with the რინგზე დაბრუნება შედგა, ჩვენი მოგზაურობა კი სრულდება. ვიმყოფებით ახლა სტამბულში, საბიჰა გოგჩენის აეროპორტში და მივემართებით თბილისისკენ. შემაჯამებელ ვიდეოს მე ახლა ჩავწერ და მინდა გითხრათ, რომ მე ამაყი ვარ და მიხარია, რომ სანდრო თაურმა შეძლო ძალიან ღირსეულად რინგზე დაბრუნება. სანდრომ ძალიან კარგი ბრძოლა ჩაატარა, არაფერი არ დაუთმია მეტოქისთვის, თუმცა აი ამ 2 წლიანმა პაუზამ შეიძლება ითქვას, რომ ნამდვილად დაატყო ხელი და არ შეიძლება სხვანაირად ყოფილიყო სანდროს მზადებას, თუმცა მთავარი არის სხვა რამე, მთავარი არის ის, რომ სანდრომ შეძლო იპოვა ძალები რინგზე დასაბრუნებლად და იპოვა შესაძლებლობა, რომ ღირსეულად გამოსულიყო რინგზე და სანდრო პირდება, რომ მომავალში ძალიან მაგარ ბრძოლებს ეჩვენებს. რაც შეეხება სხვა დანარჩენს, საკმაოდ საინტერესო მოგზაურობა იყო, საინტერესო ქალაქი ვნახეთ, საინტერესო და ძალიან კარგი ხალხი გავიცანით. მადლობლები ვარ ჩვენი მასპინძლების და ველოდებით, რომ მომავალში გვექნება მათთან თანამშრომლობა. ასევე მინდა გითხრათ, რომ სანდრომ უკვე მიიღო მომავალი გამოწვევა და შემოთავაზება ფრანგებისგან, სულ სხვა მოკრევისგან აპრილის თვეში და უკვე სულ სხვა სანდრო იქნება 18 აპრილს საფრანგეთში და დარწმუნებული ვარ, ეჭვიც არ მეპარება, რომ ძალიან მაგარ გამარჯვებას წამოვიღებ. ახლა კი მეგობრებო, მინდა გითხრათ, რომ აუცილებლად გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არქივ Boxing Georgia, Facebook-ის გვერდი კრივი სამყარო, ძალიან მაგარი, ძალიან ნამდვილი, ყველაზე მაგარი მოკრივეების, ყველაზე მაგარი მებრძოლების, ყველაზე მაგარი კაცების შესახებ გელით ძალიან საინტერესო ვიდეოები. წავედით.